დავით აღმაშენებელს როგორი სტრატეგია ქონდა მთელი ეს პერიოდი სანამ 1121 წელი მოხდებოდა რა წავიდო და გავრცელებდა ამბავს რომ გადავიდა აფხაზეთში და თურქ-სელჩუკებს უხაროდათ გაიგე და ჩამოდიოდნენ მტკვრის პირას გამოსაზამთრებლად რომ ნაკლებად უკვე უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს მერე უცბად ელვისებურად გამოიქცეო და სპაგზით მიდიოდა იმ ადგილას და დაესხმებოდა ხოლმე თავს ამ სელჩუკებს და ამწარებდა ყველას ხოცავდნენ მოკლედ რა და ეს ხდებოდა ყოველ ჯერზე თითქმის უკვე მოსვენება აღარ ქონდათ სელჩუკებს აღარ ქონდათ ადგილები სადაც შეიძლება გამოეზამთრებდეს სადაც იყვნენ იქ მიადგებოდა დავითი ხოლმე და უმწარებდა სისხლს ამის გამო წავიდნენ მერე სულთანთან და იქ დაიწყეს რომ დახმარება გჭირდებაო რა უკვე რომ აგვაწიოკაო ამ კაცმა აღარ შეგვიძლიაო და შემდეგ სულთანმა მოიხმო სუხელა გარშემო და გააკ ესეთი ბრძანება გასა რომ ვისაც კი ბრძოლა შეუძლია ყველა გამოცხადდესო და იმის რა ქვია განძის საათაბაგოც მოიხმეს კიდე სომხეთის საამიროდანაც ყველა ამირამ ჯარი გამოიყვანა